გადაცემა იმ სპეციალური რეპორტაჟის იმიტირებული გამოშვება პარლამენტის ბიუროს ხდომაზე განხილვის მთავარი თემა გახდა. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ გამოშვების ფორმა მისთვის მიუღებელია. ამის შემდეგ ოპოზიციამ სიტყვა მოითხოვა და თქვა, რომ ხელისუფლებამ გადაცემის შინაარსის შესახებ წინასწარ იცოდა. გიორგი თარგამაძის ამ კრიტიკულ გამოსვლას მართველი გუნდის პასუხი მოყვა. თარგამაძის უმრავლესობამ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს ტელეიმედის სარედაქციო პოლიტიკაში ახსენა. გუკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ თარგამაძე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას სწორედ მედია ზეწოლის გზით ცდილობდა. Სვეტის მხრიდან მომავალი საფრთხე მუდმივად ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო არამხოლოდ ამ წლებში, ბოლო საუკუნეების განმავლობაში მუდმივად არსებობს, მაგრამ მე მინდა აბსოლუტურად კატეგორიულად აღვნიშნო. ამის გაკეთება იმ ფორმით და იმ შინაარსით, როგორც ეს იყო გაკეთებული, მე ვფიქრობ, არის არასწორი და მიუღებელი. მე ვფიქრობ, არ შეიძლება ამის გაკეთება ისეთი ფორმით და შინაარსით, რომელიც დაზაფრავს და შოკში ჩააგდებს ჩვენს საზოგადოებას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ დააგმო მხოლოდ ფორმა, მაგრამ თქვა ის, რომ საფრთხის ალბათობა არის იმდენად მაღალი, რომ ეს შეიძლება ყოველდღე მოხდეს. ეს მოდის სრულ წინააღმდეგობაში ჩვენი ხელისუფლების იქნება თუ საზოგადოების წარმომადგენლების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მცდელობასთან, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებით უცხოური ბიზნესი, ინვესტორები დავარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანას შეიძლება შემოსვლა, საქმის კეთება, სტაბილური, თანმიმდევრული პროგნოზირებად გარემოში აღმოჩენა. ის განცდა დაუცველობისა, ის ფსიქოლოგიური, ასე თქვა, ტერორი, რომელიც 15-20 წუთი გრძელდებოდა, არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად აზარალებს ხელისუფლებას და არანაირი შანსი იმისა, თეორიულიც კი, რომ ხელისუფლება რანაირად წინასწარ ცოდნოდა ის, რომ ასეთი რამ შეიძლება ჩვენმა მოქალაქეებმა იხილონ და ასეთი განცდები და ემოციები ზე მოახდინოს ვიღაცამ თამაში, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია ეხლა და სურვილი იმისა, რომ ამაზე მოხდეს პოლიტიკური ხულების დაწერა. მიუღებელი არის, ასე ვთქვათ, ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც მოხსენიებული იყო ქართული ჯარი. იმ კადრებში რუსული ტანკების შემოსვლა და ამის იმიტაცია, რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა აქვე მინდა გითხრათ ბატონებო, რომ ეს ისევია მიუღებელი, როგორც მიუღებელი არის ვაზის აჩეხვის იმიტაციის მიწოდება მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს გავლით გზაზე, როდესაც ერთვება ამ საკითხზე დებატებში. ძალიან მალე ვაპირებთ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, რომელსაც წარმოადგენს უშუალოების საბჭო და ალბათ მოგვიწევს იქ ცალკე დამატება იმედის, როგორც საფრთხის.